როგორ უნდა ვუშალოთ ქართულ ფეხბურთს? და რა ჭირს? ჩვენი ალქნებს არ ხევს ქარი იმედივით ნაპერწკალი გულში აღარ ეტევა. მხოლოდ ბრძოლით, კიდევ ბრძოლით, ისევ გოლი, შეტევა. უნდა შეუტიოთ ბატონებო. ჩვენ ხელოვან ხალხს მეტი არაფერი არ შეგვიძლია. დანარჩენი უკვე ჩვენზე აღარ არის დამოკიდებული. იმედი მაქვს ჩვენი ხელისუფლება მიხედავს ამ საქმეს. ეგრე რა ამ ევროინტეგრაციებს რაღაცებს რომ ეკითხები, ფეხბურთი მკითხები. მაგაში ვარ ექსპრესი. დავდიოდი თან ადრე. დუბლებშიც ვიყავი, მე რაღაც პატჩი აღარ მათამაშეს და ბოლოს ტრენერსაც ვაგინე. და აქ თუ არაფერი გამოსდით, ბარსელონაში წავიდნენ და იქ ითამაშონ. ფეხბურთის სასახორძინებლად ერთადერთი გზა ეროვნული თვითიდენტობის ჩამოსაყალიბებლად სწორი პოლიტიკის გატარება. და მე სწორედ ამ მუხტზე უნდა აღიზარდოს ახალი თაობები, რომლებიც ახალ ერას მოიყვანენ ქართულ ფეხბურთში. აი ამის მერე ეშველება ეროვნულ ფეხბურთს. ან მეტი ფული უნდა ჩაიდოს ქართულ სპორტში. მე მგონი ქართულ ფეხბურთს არაფერი არ ეშველება. კინაღამ გადაყვა მაგამ ბავშვ ჩემი ნუგზარი. არ ჩდება ეს მეტი კუთხური და არც ფეხბურთი განვითარდება ასე. ნუგზარი ჩემი ქმარია. ქართულ ფეხბურთს კი არა, მე რა მეშველება, აი ძალიან ცუდად ვარ და ისე მე მინდა რომ ფეხბურთელს გავყვეთ ცოლად და საზღვარგარეთ ვიცხოვროთ. აი თაკო გათხოვდა ეგრე და ახლა იქ ცხოვრობენ. რა ქვია? აიაქსში. ჯერ ის გაყინული არაბრები დააბრუნონ და ის ფეხბურთი და ტაშმანდური მერე იქნება.